ვერა მშვიდობის ჩემო სიხარულებო როგორ ხართ იმედი მაქვს რომ ყველანი კარგად მშვიდობა მოგცეს ღმერთმა მადლობა ღმერთს რომ დღეს გაცენდა ესეთი თბილი ლამაზი დღე მშვიდობიანი რაც მთავარია მოკლე ყავა დავდგი აქ ვადუღებ აქეთ ჭერხალი დავდგი და კარტოფილი რომ მოიხარშოს და გემრიელი სალათი გავაკეთოთ მივდივარ დარბაზში მინდა წავიდე იცით საათ სამგორის ბაზარში და ვიყიდო კაკალი ანუ კაკალს უკვე თვეზე მეტი ერთი თვენახევარი ორ თვენ გაიქნება რომ ყოველ დღე რამდენიმე კაკალს ჭამ 4-5 კაკალს და გამომელია ამათ არ უყვართ კაკალი იქნებ თხილი ვუყიდო მიწის თხილი კი მაქვს ის დახრად შეიძლება და ჩვენთვის ვიყიდო კაკალი მე კაკალს ვჭამ ძალიან კარგია კაკალი ეს უკვე დიდი ხანია დავიწყე სწორყვებას ახლა ვუყრი საფუძვეს რაც ეს კურსი ვიყიდე გოგოებო მაგრამ ახლა ძალიან ბევრი რამე ხო ვიცი კურსის გარეშეც რაც კარგია და კაკალი უკვე დავიწყე კარგახანიანი აკლის ჭამა ყოველ დღე 4 ცალი 5 ცალი აუცილებლად ოპა მივისთმევ ხოლმე ძალიან საფხატოთ რომ არ გადმოვიდეს იქით წავიდეთ შოკოლადი ავიღოთ გუში ხო წიწიბურა მქონდა დღეს მოვხარშო ბრინჯს მომყევით თქვენ მოვიდი ავა მოვიტანე შოკოლადი ეს გოგომ დამიწერა გუშინ რომ მინდა სწორი კვების დაწყებაო და რაღაცნაირად ვერა და ვერ მოვახერხეო და ძალიან დიდი мотивაციას მაძლევო ახლა შენ რომ დავიწყო ძალიან გამეხარდა დავიწყოთ ამას რა ჯობია მარჯში და წონის სწორი კვება არა მარტო ორგანიზმისთვის, გულსის ძარღვებისთვის და დიაბეტისთვის არის კარგი. სტრესსაც ამცირებს ძალიან მარჯში. ძალიან, მაგრად შვილის გოგოებო. მასწავლებლებს მივწერე დღეს მათი არის ცუდად. ეხლა მომივიდა კი ბატონო დატოვეო სახლშიო. ყელის ტკივა ძალიან და მაინც მინდოდა რომ გამეშვა სკოლაში წასულიყო და რომ ვერ მიმტკიცებდა თავის სიმართლეს რომ ძალიან ტკივა ყელი და ნეწვის გადაპროპორცი მიჭირს რომ თვალებში ცრემლები მოერია და მიწერე რა ანინა მასწავლებლებს და კაიო დატოვეო ეხლა უნდა უყიდო წამალი ყელის ტკივილისა რომ ხვალამდე იქნებ გამოკეთდეს სკოლაში მიდიან თუ არა ესე ხდება. ერთი კვირაც არ არის მგონი, ერთი კვირაა. აი ახალებს კიდევაც. ანეტა ადადეგები კიდე ექნებათ ახლა საღდგომოდ. არ ვიცი, თუ ექნებათ. არის ხოლმე ხო? საღდგომოდ, ცოტა ხანი მაინც დაისვენებენ. გოგოებო
BM არის გამოთვლა უნდა გასწავლოთ. ბაზალური მეტაბოლიზმი რას ნიშნავს? სახლში რომ იჯდეს სულ, უნდას რომ გითხარით, არ მახსოვდა კარგად და ვერ გასწავლეთ, ეხლა მოვუსმინე რამდენჯერმე და უნდა გასწავლოთ. რავი, ვინც არიცით. სულ რომ სახლში იჯდე და ტელევიზორს უყურო. მაინც ჩვენი ორგანიზმი წვავს კალორიებს სიცოცხლისთვის, ანუ იმისთვის რომ ვიარსებოთ, ჩვენ ორგანიზმს რაღაცა რაოდენობის კალორიები სჭირდება. და როგორ გამოვთვალოთ ეს რამდენია. ეხლა ნახეთ. თქვენი ორი წესით არის გამოთვლა, მაგრამ მე გეტყვით უფრო ადვიც, ის უფრო რთულია და თან ცვლილება ისეთი არაფერი ძალიან მცირე შეიძლება იყოს. ფაქტიურად იგივე ციფრს იგებ. თქვენი წონა გაამრავლეთ 2.2-ზე და გაამრავლეთ 10-ზე. წონა გაამრავლეთ 2.2-ზე და გაამრავლეთ 10-ზე. რასაც მიიღებთ, რა ციფრსაც მიიღებთ, იმდენ კალორიას წვავთ დღის განმავლობაში, არა აქტიურობის შემთხვევაში. როცა უბრალოდ აი სულ იჯდენ თერთვის განმავლობაში და ტელევიზორს უყურო. მაინც წვავს ადამიანი აი ამდენ კალორიას, რასაც მიიღებთ. რა ციფრსაც მიიღებთ. ჩემ შემთხვევაში გამოვიდა ეს 1300. 1300 კალორია ჭირდება დღის განმავლობაში არსებობისთვის, რომ ვიარსებო. თუ გინდათ რომ თქვენ მაგალითად არ მოიმატოთ, მაგრამ აქ რა ხდება? თუ ვარჯიშობ, მეტი კალორია იწვის და პლუს კვირაში რამდენი დღე ვარჯიშობ. ამ ყველაფერსაც ნელ-ნელა მოგიყვებით ვიდეოებში. თუ გინდათ ეს ჩაიწერეთ, როგორც გინდათ. თქვენი წონა გაამრავლეთ 2.2-ზე და გაამრავლეთ 10-ზე. მიიღებთ კალორიების რაოდენობას, რომელიც გჭირდებათ არსებობისთვის. თუ თქვენ ხართ არა აქტიური, მოგოებო და არ გიწევთ არც დარბაზში სიარული, არც ან ძირითადად ჯდომა გიწევთ, ან ისეთი სამსახური გაქვთ, ან თუნდაც მასწავლებელი ხართ, ან თუნდაც კბილის ექიმი ხართ, ძირითადად ვინც უფრო ზის, ხო? და არ მოძრაობთ, არ დადიხართ დარბაზში და არ ვარჯიშობთ და გინდათ შექმნათ კალორიული დეფიციტი, ანუ ამ კალორიებს არ უნდა გადააჭერბოთ, რაც მიიღეთ. ამაზე მეტი არ უნდა მიიშვათ. ნელ-ნელა დაიწყება კლება. თუ მომატება გინდათ, რა თქმა უნდა, მეტი უნდა მიიღოთ, ხო? ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს, იმიტომ რომ არ ვიცოდი. არ ვიცოდი ნამდვილად. და ძალიან საინტერესო იყო. უნდა ეს რამდენი გეგმები მაქვს. ბაზარში მინდა წასვლა, ეკლესიაში მინდა წასვლა, მათე სახლში დარჩა წავიყვან. ყველაფერი კარგად არის, იდეალურად გოგოებო. დილით გავუღვიძე თუ არა 2
აფირმაციას მოვსმინე პოზიტიურს, ერთი იყო მედიტაცია, მეორე იყო აფირმაცია. ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ვამუშავებ ჩემს თუ კი ბავშვობიდან რაიმე ტრავმა მიმიღია, ყველაფერს, ანუ იქიდან ვიწყებ ამ ყველაფრის დამუშავებას, ვარჯიშის შემდეგ წამომივიდა ეს ყველაფერი, ნახეთ რა საინტერესოა. ძალიან საინტერესოა, მიძინებულივით იყო. დავიწყე ამ ყველაფრის დამუშავება, ემოციური ვარ, მე ვარ ძალიან ემოციური. არ ვიცი, რამდენად მატყობთ თქვენ მაგას, მაგრამ ემოციური ვარ ძალიან. ემოციების მართვის სწავლა დავიწყე, როგორ მართო ჩემი ემოციები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტიურად ცხოვრებაში წარმატებას რომ მიაღწიო, მთავარი არის ემოციები მართო და თუნდაც რაღაცა უაზრო კომენტარზე არ განვივლდე, არ გაფრასდე და ანუ იყო ძალიან წყნარად და მშვიდად მიიღო ეს ყველაფერი. ეს მაგალითი მოვუყვანე, მაგრამ საერთოდ დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ემოციების მართვა ვისწავლოთ. ემოციების მართვა. ადრე ჩემმა მეგობარმა მითხრა, ბავშვებს უყვიროდა ხოლმე ძალიან. და ეგიმდა წავიდა მაგაზინი, იმიტომ რომ თავს ვეღარ იკავებდა და ერთი შენი დაყვირებითო ჩათვალეო, რომ ორგანიზმსო ინგრევო. ინადგურებო ორგანიზმსო. აი ამიტომ უნდა ეცადო, რომ ემოციები მართო. სწავლადია გოგოებო. თავიდან შეიძლება რაღაცნაირად რთულად მოგეჩვენოთ ეგ, მაგრამ ნენელა ისწავლით და უფრო გაგიადვილდებათ თანდათან. რო არ გაფრაზდე. თორემ ცხოვრება ისეთია, რომ შეიძლება რაღაცაზე რაღაცა ისეთი ამბავი გაიგო, აღელდე, წამოვიდეს ბრაზის ემოცია, ბრაზის აშფოთი, ხო? და თავარი ამ ყველაფრის მართვა ისწავლო. არ გეგონოს, რომ რაღაცა ისეთი გემართება, რაც სხვას არასდროს არ დამართნია. არ გეგონოს ეგრე. თავარია ეს მართვა იცოდე. ნენელა მე ისწავლი და უფრო გაგიადვილდება. წამოვიდა რაღაცა ბრაზის ემოცია. შიშის ემოცია, იცოდე, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე გადის. თუ შემეპანიკაში ჩავარდები ამის გამო და პანიკური მის შემოვლებას, რომ პანიკური შეტევები დაგეწყოს, ამ დროს რა თქმა უნდა ძლიერდება, მაგრამ იმ წუთში დაჯექი, სუნთქვითი ვარჯიშები გააკეთე, აი, უნდა ჩაისუნთქო 5 თვრაზე, მე დავუშვათ 6 წამი შეიკავო და მე არა 4-ზე, აი 1 2 3 4 დათვალე, შეიკავე ესე 4 წამი, 1 2 3 4 და 5-ზე გამოვშვი. გააკეთე ეს ვარჯიში. რამდენჯერმე გააკეთე მაგ შფოთვისა და იმის დროს, ემოციების დროს. ეცადე გადაიტანო სხვა რაღაცაზე ყურადღება მაგ დროს, როცა ესეთი ემოციები მოგდის ბრაზისა, შიშისა, უბრალოდ ადგე სხვა ოთახში გახვიდე, რაღაცა აიღო, წაიკითხო, დღიური აიღო, წერა დაიწყო და ეს ყველაფერი ნენელა გაივლის. არ ნიშნავს, რომ აღარ მოვა.
შეიძლება მოვიდეს, მაგრამ აი ამ მომენტში შენ თუ ამ რაღაცებს გააკეთებ, გავა აუცილებლად და განივეს თავს. თუ კიდე მოვა, რა თქმა უნდა, მე კიდე ამ ყველაფერს გაიმეორებ და გააკეთებ, მაგრამ ნელ-ნელა აღარ მოვა მე. აღარ მოვა ის სწავლი. თავარია იცოდე, რომ ეს გადის. ეს არაფერს არ დაგიშალებს. ეს არ არის სასიკვდილო. ადამიანი მოკლეს. პირიქით იწევს, რაღაცა გაფორიაქებს, მაგრამ ეს ყველაფერი როგორც მოდის, ისე მიდის. რამდენიმე წუთში. თავარია ეს იცოდე, რომ წავა. არ ვიცი ხა, ვისთვის არის ეს საინტერესო. ზოგმა შეიძლება იცით ეს ყველაფერი, მაგრამ ვიღაცისთვის საინტერესო იქნება. და ამ შფოთვების დროს და შიშების დროს აი ზუსტად ამ დროს არის კიდე ვარჯიში იდეალური, ძალიან კაია. გოგოებო სტრესის დონეს ამცირებს კი არა, არ ვიცი იმ დღესაც ხო გითხარით, დეპრესიის მტერია ანადგურებს. რო იტყვიან სწორი კვება და ვარჯიში. ხო და ისეთი სტრესული არის ზოგჯერ ხომე ცხოვრება, რომ მე მგონი, რომ ეს ვარჯიში და სწორი კვება ყველას გვჭირდება. აიმიტომაც წავედი მე ამ კუთხით და ამ კუთხით იქნება ხოლმე ჩემი საუბრები ჩემს ვიდეოებში. თანდათან მეტს ვისწავლი და თქვენც გეტყვით და გასწავლით. ეს დღეს რაც გითხარით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს, იმიტომ რომ არ ვიცოდი მართლა და ვფიქრობ, რომ რა ვიცი, თუ არ იცით, თქვენთვისაც საინტერესო იქნება რა, ახალი სიახლეს, როცა იგებს ადამიანი თავის ხეულზე. ძალიან საინტერესოა. ვიცოდი, რომ კალორიებს ხარჯავს ორგანიზმი ზამთარში უფრო მეც, ვიდრე ზაფხულში. იმიტომ რომ ცივა და ამ დროს მეტ კალორიას მოიხმართ თუნდაც, რომ ორგანიზმი რო იმას ქნას, გათბეს, ხო? გაათბოს და საკვებიც იმიტომ არის, რომ უფრო მეტად დაშვებულია ზამთარში ეს ცხიმიანი საკვები, ვიდრე ზაფხულში. ზაფხულში ნახეთ როგორ არის ხილი. ხილი და ბოსტნეული ძალიან ბევრია ზაფხულში. სულ მაგაზეც რო იყოს ადამიანი, არ ვიცი რა, იდეალურია. და ზამთარში იმდენი არ არის. ჩვენებია ბაბუების ცხოვრებასაც უნდა ზოგჯერ გადავხედოთ ხოლმე. ზამთრის დასაწყისში ყოველთვის ღორებს კლავდნენ ხოლმე და მთელი ზამთარი ხორცს ჭამდნენ და ზაფხულში არა. ზაფხულში ხილი ბოსტნეული. და აი ბებია ჩემი ქათამს თუ დაკრავდა ხოლმე რა, მახსოვს. და ზამთარში ყოველთვის ღორებს კლავდნენ. რაღაცები პოვნა შეიძლება იქაც. ძალიან ბევრი რაღაცისა. თან მე მიყვარს ფიქრი. ფიქრი ბებიის, ბაბუის გახსენება მიყვარს ძალიან. ის პერიოდები, როცა მახსენდება ბედნიერი ვარ ხოლმე, სიყვარული მახსოვს მათგან, როგორ ჩამიკრავდა, ბაბუ გენაცვალოს ჩამეხუტებოდა. ბაბა ძალიან კარგი მყავდა, ორივე მხრიდან, აი ძალიან კარგები. დედა ჩემის დედმამაც და მამა ჩემის დედმამაც, ორივენი ძალიან კარგები. მაგაში რო იტყვიან ძალიან გამიმართლა. პაპა ბებიებში, მაგრამ დედა ჩემის მშობლები ძალიან ადრე დაიღუპნენ.
7 წლისა ვიყავი, მე მგონი დედაჩემის დედა რო დაიღუპა, გარდაიცვალა და მამა რო გარდაიცვალა 11-12 წლისა ვიყავ. მამაჩემის მშობლებმა უფრო დიდხანს იცოცხლეს. დარიგებებიც კი მახსოვს მათი. მამაჩემის დედა როგორ მარიგებდა, არას მარიგებდა, ყველაფერი. ძალიან კარგად მახსოვს და დედაჩემის დედა ისე კარგად არ მახსოვს, თუმცა მაინც მახსოვს. აი 6 წლისა თუ 7 წლისა ვიყავი და მახსოვს თონეში პურს როგორ აწყობდა ხოლმე, შალი ქონდა ხოლმე შემოხვეული წელზე და მახსოვს. სკამზეც როგორ ჩამოჯდებოდა ხოლმე, გარეთ სკამი ქონდათ და ეგენიც მახსოვს. გოგო რომ მივდიოდით ხოლმე დედაჩემის სოფელში. ეგეც კარგად მახსენდება ეგ ყველაფერი, ბავშვობა. ბავშვობაში ბევრი სიხარული განიცადი, ანუ თუმცა რაღაცეები ტრავმებიც მქონდა. მოიცით თქვენ რომ დაგვაყაჩაღეს ჩვენ შემოგვიცივდნენ, აი რამ ხელა შიში იყო ეგ ყველაფერი, უკვე დაახლოებით რამდენისა ვიქნებოდ 15, სრულწლოვანი არ ვიყავი, ბავშვი ვიყავი ჯერ და ბავშვისთვის სამხელა რაღაცაა. აი მაგ ტრავმებს ყველაფერს ვამუშავებ ხრა. ყველაფერს ვამუშავებ, გოგოებო. ჩაყევით თქვენ ბავშვობიდან მოყოლებული სიხარულებით დაწერეთ. ეხლა ეს ყველაფერი როგორ მიხმარება, იცით, რომ ვლაპარაკობ. რამდენი სიხარული მქონდა. დედაჩემის მამა იყო ძალიან კაცი. აი ძალიან სითბო მახსოვს იმხელა იმ კაცისგან. იჯდა თავისთვის ხოლმე და ჩვენზე ლაპარაკობდა. ზოგჯერ იქაც რო არ ვიყავით, მე ბიცოლეთში გვეტყოდა ხოლმე, რომ მეგონაო რომ მოხვედითო. გამოვიდოდი და ვინ არის, არავინ არ არის თავისთვის, გეფერებოდათ ხოლმე, ანუ ლაპარაკისთვის. ლაპარაკით რა. ისეთი ძალიან საყვარელი იყო. ხო და ეს კარგი ემოციები გაიხსენეთ და ტრავმები რაც იყო ყველაფერი გაიხსენეთ და დაამუშავეთ. აი ნახეთ რა კარგად იქნებით, ივარჯიშეთ, წორიყვება და ემოციების მართვის სწავლა დავიწყოთ ერთად. იმიტომ რომ თუ გვინდა რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიოთ, აი აქედან უნდა დავიწყოთ და ნელ-ნელა ნახავთ რამხელა ცვლილებები იქნება თქვენს ცხოვრებაში. უდიდესი გოგოებო. სადახართ გოგოებო, მე არ მოგაკლებთ ესეთ ვიდეოებს. უფრო და უფრო გავლამაზდებით, უფრო და უფრო დავამყუდროვებთ ჩვენ სახსაც იმ ადგილებს, საიდანაც ვიდეოს ვიღებ, რომ ეს იყოს უფრო თქვენთვისაც სასიამოვნო და ჩემთვისაც რა თქმა უნდა სასიამოვნო და მივდივართ წინ ჩვენ აუცილებლად. ძალიან მიყვარხართ და დროებით გაგოცით.